50.83%. ეს არის ბევრად ნაკლები, ვიდრე მისთვის სასურველი რომელიმე წინასწარი კვლევა ამბობდა, მაგრამ ბევრად მეტი იმაზე, ვიდრე რუსებს ენდომებოდათ ან ელოდნენ მათ შორის ალბათ. როგორ ხედავ ამ არჩევნების შედეგებს? რას გვეუბნება ეს არჩევნების შედეგები სომხეთის სომხურ საზოგადოების შესახებ? პირველ რიგში ეს არ იყო უბრალო არჩევნები, ეს იყო გეოპოლიტიკური არჩევანი რეალურად და წინასაარჩევნო პროცესში რუსეთის აქტიური ჩარევა, ისევე როგორც დასავლეთის მხარდაჭერა იქნებოდა ეს ევროკავშირის შეერთებული შტატების მარკო რუბიოც საუბრობდა ხო ამაზე, რომ რუსეთი ერეოდა ამ არჩევნებში, აჩვენებს იმას, რომ გეოპოლიტიკური ხასიათის იყო და რუსეთის მცდელობა მიუხედავად იმისა, რომ გამოეყენებინა ყველა ბერკეტი სომხეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ სომხეთი არ წასულიყო სუვერენულ, დემოკრატიულ და მათ შორის ევროპულ გზაზე ჩავარდა. და ეხლა რა მონაცემების თქვენ წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, დილანდელი მონაცემებით მეტი იქონდა პროცენტული მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრის პაშინიანს, თუმცა საბოლოო დათვლამდე ალბათ რთული იქნება სრული სურათის დანახვა. მაგრამ ცალსახად ფაქტია ის, რომ პრორუსული ოპოზიციამ ვერ შეძლო ამ არჩევნებში გამარჯვება და მე მგონი არც არავის არ ეგონა, რომ საწინააღმდეგო რამ მოხდებოდა, მაგრამ აქ მთავარი არის ნიუანსები ერთის მხრივ იმაში, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, აი აქ რაოდენობით ეყოლება დეპუტაცია, მას პაშინიანს და ჯერ რთული ამაზე საუბარი და პაშინიანმა პრინციპში თავად გამოაცხადა გამარჯვება უკვე და თქვა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ალბათ გამოჩნდება დღის მანძილზე, მთავრობის აკომპლექტების და მათ შორის რაოდენობრივი უპირატესობის კუთხით, იმიტომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყარაბაღთან დაკავშირებით აუცილებელია იმისთვის, რომ დაიწყოს ის პროცესი, რომელიც ტრამპის დასრულდეს კიდეც სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ამოსაღებია კონსტიტუციიდან ყარაბაღის საკითხი. თუმცა აქ იქამდე იქნება, ვფიქრობ, კიდევ ერთი გაბრძოლება. თუ ნახეთ თქვენ განცხადებები, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა გაიწვია თავისი ელჩი არჩევნებამდე სომხეთში კონსულტაციებისთვის და ესეთი რამ არ მომხდარა არასდროს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ისტორიაში. არც ის მომხდარა რა ზეწოლასაც რუსეთი განახორციელებს ახლა დღეს სომხეთზე. ქართული სცენარი სხვათა შორის ყველა ჩვენ გვახსოვს ეს ეკონომიკური ემბარგოები, როგორც პოლიტიკური იარაღი საქართველოს მოლდოვურ ერთი სცენარი არის. თუმცა ამ პირობებში ყველაზე მასშტაბური იყო საქართველოს შემთხვევა და ამას მიყვება. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ერთის მხრივ შეერთებული შტატების და მეორეს მხრივ ევროკავშირის და ის რომ ყვავილებსაც რომელსაც ემბარგო დაადო რუსეთმა ყიდულობს ევროკავშირის ქვეყნები, ნიდერლანდებზე იყო გუშინ საუბარი, რომ ისინი შეისყიდიან ამ ყვავილებს და ევროპის ბაზარზე უბრალოდ გაიტანენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ისევე როგორც მრავალი სხვა. იცი რომ აი ჩვენ შემთხვევაში როგორ მომზადებულები არიან იხლა ფაშინიანისთვის და სომხებისთვის და ჩვენზე ისწავლეს ეს რუსეთი რას აკეთებს, თორე ჩვენ რო ემბარგო დაგვადეს ღვინოზე თავის დროზე, ხო? მაშინ ძალიან პატარა ბაზარზე იყო, დღეს მეცინება ხოლმე 40 მილიონიან ბაზარზე იყო მაშინ საუბარი და საქართველოს უმძიმეს ტვირთი იყო ეს სინამდვილეში ეს ზიანი. მაგრამ გადავიარეთ ეს და გადავიტანეთ. გადავიტანეთ და სხვათა შორის უკეთესი ღვინოც შეგვრჩა ამ კრიზისის ფონზე, რომ არა ეხლა ის უკან შემოგვიყვება რუსეთისკენ, რომელიც ქართული ოცნების ამსახურება ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აქ ამ ფიქრებაში გადატანადია ეს ყველაფერი. უბრალოდ აქ საინტერესო იქნება უკვე რუსეთი რას მოიმოქმედებს. მედვედევი ამბობდა, რომ არ აღიარებდა ეს არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმაციას არ მისცემდა ხო და გუშინ არჩევნების დღესვე გარკვეულწილად ჩანდა ეს რიტორიკა განცხადებებში პრორუსული ოპოზიციის, რომ ამ შემთხვევაში ისინი იმარჯვებდნენ, ანუ მიდიოდა მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტ პოლებთან დაკავშირებით იქ სხვა ვითარება, ვიდრე აქ საქართველოში, მიდიოდა საუბარი პრორუსული ოპოზიციის მხრიდან, რომ ისინი იმარჯვებდნენ, შემდგომ უკვე პაშინიანმა გააკეთა ასევე განცხადება, რომ უმრავლესობით აკომპლექტებდა ის მთავრობას და მან მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ დათვლილი არ არის საბოლოო ჯამში შედეგები, ეს აჩვენებს რიტორიკის დონეზეც დაპირისპირებას, იქამდე სამ შედეგები გამოქვეყნდება. ამიტომ რუსეთის ქმედებები აი შემდგომ მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები ცესკოს მხრიდან გამოცხადდება, იქნება კიდევ უფრო საგულისხმოდ დასაკვირვებელი, იმიტომ რომ არ მგონია რომ რუსეთს არ ცოდნოდა, რომ პაშინიანის მოგების რეალური შესაძლებლობები არსებობდა და რა გეგმა აქვს მას შემდგომ დესტაბილიზაციის თელობის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდა არჩევნების დღეს ეს დესტაბილიზაციის თელობები ხო
განსაკუთრებით გვიმრის მიმართულებით, როდესაც პოლიციამ დააკავა რამოდენიმე მოქალაქე, არ თუ ისე ცოტა და ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებით იყო ბრალდებები. შესაბამისად, ალბათ საინტერესო იქნება უკვე შემდგომება პერიოდი და არა მხოლოდ თავად შედეგები, რაც მოიმოქმედებს რუსეთი და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით რამდენად იქნება მასშტაბურს ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოკალურ დონეზე რამდენად იქნება გავლენიანი და რას დაუპირისპირებს ამას პრემიერი პაშინიანი. იმიტომ რომ უქარები რეალურად იყო და მათ შორის ეს გუშინაც ჩანდა მცდელობებში, რომ საზოგადოებრივი აზრი შეექმნათ იმგვარად, რომ თითქოს ოპოზიცია იმარჯვებდა მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ პაშინიანს ნდობა აქვს ხალხის გამომდინარე იმ მომავლიდან, რომელსაც ის თავაზობს სომეხ ხალხს. ხო, მან ამ შედეგების მიხედვით ჩანს, რომ მანდატი მიიღო მოქმედებებისათვის, ოღონდ ეს მანდატი არ აძლევს მას ისეთ სრულფასოვნად მოქმედების შესაძლებლობას, 7 ხო. და თან ჩვენ როცა კონსტიტუციის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, ამას დაჭირდება ერთი სხვა რაოდენობა პარლამენტში და მეორე დაჭირდება რეფერენდუმი. ანუ ეს დაქუცმაცებული ოპოზიცია ამ რეფერენდუმში იქნება კიდევ უფრო გაერთიანებული. ესეც ბერკეტი იქნება, იმიტომ რომ ამ რეფერენდუმის გარეშე რაც თავარია ვერ დასრულდება ის სამშვიდობო პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ცოტა არასწორად გვესმოდეს კიდეც, იმიტომ რომ თუ ჩვენ რეალობაში 90 წლების 90 წლების ბოლოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ამ იდეალებს ეხებოდა, სომხეთის შემთხვევაში ეს პერიოდი მთლიანად არის ყარაბაღული მოძრაობა. ანუ სომხეთის თავისუფლებაზე კი არ და დამოუკიდებლობაზე კი არის, დამოუკიდებლობაზე კი არ იბრძოდა, სომხეთი იბრძოდა ყარაბაღისთვის. ეს ყარაბაღი საბჭოთა კავშირის შიგნით ექნებოდა და საბჭოთა კავშირის გარეთ ეს მესამე ხარისხოვანი საკითხიც კი იყო. მეტიც მათ დამოუკიდებლობის საკითხი ძალიან გვიანობამდე არ დაუყენებიათ, სწორედ იმის გამო, რომ ყარაბაღი იყო ცენტრალური. ყარაბაღული მოძრაობა, ყარაბაღის კომიტეტი ასეთი ინტელექტუალების საბჭო იყო, რომელიც დე ფაქტო მართველი იყო სინამდვილეში სომხეთისა. ამიტომ ამის გაგება კიდე ცოტა სხვა ტიპის იდენტობის ცვლილებას ხედავთ, ხო ჩვენ ახალ იდენტობას აყალიბებს პაშინიანი სომხეთის და არ არის ეს მარტივი პროცესი და მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ის ძველი იდენტობა, რომელიც სომხეთს ჰქონდა, გარკვეულწილად თავისი ქსელებით და საინფორმაციო შესაძლებლობებით ჩააბეტონოს. ამიტომ ეს ბრძოლა არის ძველ სომხეთსა და ახალ დიდ სომხეთს შორის. საუბრობდა ხო პრეზიდენტი ტრამპი Make Armenia Great Again. შექმნით სომხეთი პრეზიდენტობა არის Great Armenia's. არა მგონია მაინც დიდი შეიძლება იყოს. მნიშვნელობა კი ბატონო, მაგრამ რა თქმა უნდა ესეც ემოციურად დარწმუნებული ვარ სომხებისთვის იქნებოდა. მაგრამ აქ რეალურად არის შესაძლებლობები მომავლის სომხეთისთვის და წარსული, რომელსაც რუსეთი ცდილობს რომ მოახვიოს კვლავ სომხეთს და ამით შექმნას ბერკეტი მთლიანად რეგიონზე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სომხეთის ამბავი და რა თქმა უნდა რუსეთის θέλობა, ის მიზანი არის შემოbrunდეს რეგიონში, მაშინ როდესაც მას მოუწია გასვლა და შესწავლილია მისი გავლენები მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ დამყარდა მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და ამ ვითარებაში ამიტომ აქვს ყველა დიდი მნიშვნელობა ახლა ამ არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმას და ამ პროცესის რეალურად დასრულებას ახალი მშვიდობიანი კეთილდღეობით სავსე განვითარებული სამხრეთ კავკასიისთვის. საშუალებით თავად აი პაშინიანის ფიგურის ტრანსფორმაციაც მოხდა ბოლო წლებში, აი მისი ფიგურის ტრანსფორმაცია, მისი როგორც საუბრობს ის მათ შორის ხო სომხეთთან დაკავშირებით, ბევრს გვეუბნება იმაზე, ზოგადად სომხეთში რა ხდება. მე მახსოვს მიუნხენის კონფერენცია იყო რამდენიმე წლის წინ, სადაც ალიევი და ფაშინიანი ერთ პანელზე ისხდნენ და საუბრობდნენ ყარაბაღზე, მაშინ ეს მეორე ომი არ იყო მომხდარი და არც არაფერი და ну იჯდა ხო იჯდა აქეთ ფაშინიანი დემოკრატიული წესით არჩეული და აქეთ იჯდა ალიევი რომელსაც დემოკრატს არ ეძახიან მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოსწონდა. ოღონდ ალიევი ლაპარაკობდა საერთაშორისო ენაზე, საერთაშორისო ტერმინებით, იმ გაგებით, რომელი საუკუნეა, რომელი წელია. და ფაშინიანი საუბრობდა სომხეთი რო იყო ქრისტეშობამდე იმ სომხეთზე ლაპარაკობდა ხო? არცახსაც საუბრობდა ხო? ხო, არცახზე საუბრობდა, არცახში ჩავიდა საერთოდ. ოღონდ ეს გაკვეთილი მან თავის თავზეც ისწავლა მათ შორის. ანუ ეს ტკივნეული პროცესი იყო ძალიან ამ არცახის იდეაზე უარის თქმის, რომელიც ფაშინიანმაც გაიარა. თუმცა ის სომხეთის რუკა, რომელიც მას აქვს რეალური სომხეთი, რომელსაც მთელი საარჩევნო კამპანია მოიარა, ხო? ეს არის ის ახალი სომხეთი, რა იდეასაც ის თავაზობს თავის მოქალაქეებს
ტექნოლოგიებს და ფიქრობ, რომ ძალიან ისეთი დიდ ტრანსფორმაციას გადის დღეს სომხეთი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს როგორც სომხიერისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. ამიტომ ჩვენი გადასახედიდან ისევე და ისევ რომ ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ადგილები გავცვალეთ, ხო? ჩვენ სომხეთის ადგილი, წარსულში სომხეთის ადგილი ავიღეთ და სომხეთი საქართველოს მოდელით მიდის წინ თავისი ევროპული მომავლის და კეთილდღეობის შესაქმნელად, მაგრამ ამ ვითარებაში შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს, მათ შორის ჩვენთვისაც და ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის პროპაგანდის კუთხითაც. გარკვეულწილად ახლა თუ თქვენ აკვირდებოდეთ ბოლო პერიოდში მოლოდინები ქართული ოსნების ხარდამჭერების შიგნით, რაც სოციალურ ქსელებში ჩანდა, იყო რომ აი ხა პუტინი დასჭის პაშინიანს და ნახე რა მოუვა. უმამედის მან ძალიან უნდათ რომ პუტინმა დასაჯოს პაშინიანი, რომ ამით თქვა რომ აი ნახეთ ქართული ოსნების საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი, ხო? ამიტომ ქართული ოსნების მომხრეებისთვისაც იმის ხილვა რომ ტყუილია ეს და პროპაგანდაა და რომ სომხეთში შესაძლებელია გამარჯვება და არანაირი ომი არ იქნება, ეს არის ძალიან მოლდოვას შორს არის. მიხედავთ მოლდოვის მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნგრეთის მაგალითი. იქაც ხო იმუქრავდნენ მეორე ფრონტი გაიხსნება, ომში ჩაებმება თუ გადაირჩევთა. არც მოლდოვა ომში და არც უნგრეთი. ხო, ჯერჯერობით. კი და არც აპირებენ და არც დგას ეგ საკითხი. რა და მოლდოვის ჩართვა ომში ყველაზე მარტივი საკითხი არის, თუ რამე შეიძლება, აი თუ რომელიმე მესამე ქვეყანა ყველაზე მარტივად შეიძლება ომში ჩაებას არის მოლდოვა. ყველაფრის გამო, მაგრამ ის არ არის, არანაირი საომარი მოქმედებები იქ არ არის. და ეხლა ამას თუ სომხეთის წარმატებული მაგალითს დაემატა, ეს იქნება ძალიან პროპაგანდის კუთხით იქნება ძალიან რთული, შემდგომ უკვე ამის დაპირისპირება და აქეთ მხარეს ამის გამოყენებაც ყველაზე კარგი იქნება. თან მithumetes თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კავშირები საქართველოს და სომხეთის ისტორიულად ბევრად უფრო მეტი ქონდა და ბევრად მეტი ვიცით ერთმანეთზე, ისევე როგორც გარკვეულწილად გვაქვს ეს კონკურენციის მომენტიც და მიბაძოლობის მომენტიც. მე მახსოვს, როდესაც ნატოში წევრობაზე დაიწყო საქართველოს საუბარი, სომხები დიდი ინტერესით გვაკვირდებოდნენ და თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, ისინი არ გამორიცხავდნენ შემდგომ ამ ტრაექტორიით, თორსა საქართველო იყო ყინულმჭრელი ამ მიმართულებით, ისევე როგორც ევროკავშირი. და პირდაპირ ამბობს პრემიერი პაშინიანი, რომ საქართველოს ევროპული გზა მისთვის არის სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი. ხარს უჭერთ შერიგებასო საქართველოს და ევროკავშირის. და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასაც ხარს უჭერთ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ დავკარგეთ ივანიშვილის დამსახურებით, სომხეთმა მიიღო სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, არ ვიცი, ის ქარტია ნეტა ვინმე წაიკითხოს და ნახოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რამხელა შესაძლებლობებს აძლევს სომხეთს, მათ შორის ეკონომიკის, მათ შორის თავდაცვის უსაფრთხოების, ტექნოლოგიების კუთხით და ჩვენ სად ვართ ამ მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ ფიქრობ, რომ დღეს ყინულმჭრელის ტვირთი აქვს სომხეთს ამ მიმართულებით და ძალიან დიდი გავლენა ექნება ამას საბოლოო ჯამში რეგიონზე, ამიტომ საქართველოს გადასახედიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მთლიანად რეგიონისთვის და დავალოდოთ როგორ დასრულდება პროცესები, მათ შორის რა პროვოკაციებს ეცდება რუსეთი თავისი დასაყრდენი ძალით იქ და რამდენად იქნება შესაძლებლობა ამ პროვოკაციების დროულად, ასე რომ ვთქვათ, გამკლავების და პრევენციის. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს პაშინიანი და ის ევროკავშირის დახმარებაც ჰიბრიდულ საფრთხებთან გამკლავების კუთხით და ის ქმედებებიც, რომელიც არჩევნების დღეს ვნახეთ, ამის ინდიკატორია. ერთია ეს რაღაც ხედვები ევროპიდან როგორ შეიძლება ამას შეებრძოლო, მაგრამ მეორე მას რაღაცნაირად თვითონ აქვს ამის აღქმა ძალიან ზუსტი. და ის დიდ ბრძოლებში შევიდა, დიდ ბრძოლებში, აი წარმოუდგენლობებში შევიდა. აზერბაიჯანთან ომი შეიძლება ითქვას ეს კიდევ მათთვის მტრულ ქვეყანასთან ომია, ხო? ჯერჯერობით აზერბაიჯანი მაინც კულტურულ დონეზე მტრული ქვეყანა არის მათთვის და ის შევიდა შიდა იდენტობის საკითხებში. აღდგენა, რამხელა მოხმობიარე საკითხია. ეკლესიასთან, აი ამ კრიმინალური დაჯგუფების, ეკლესიაში ჩაბოდებული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა. აი თა არარაძე უარის თქმა, ამ იდენტობაზე უარის თქმა, რაღაც ყველა ნაწილში არის რევოლუციური მის ნაბიჯები აბსოლუტურად და ამას აკეთებს, რა ვიცი, აი მართლა ვაკვირდები ამ ლიდერს და სომხეთის ისტორიისათვის, რა ვიცი, ალბათ ამ მასშტაბის ლიდერი მას თუ გამოუვიდა ეს ყველაფერი რომ შუაშია ჯერ ცოტა იქნება საერთოდ. სხვა შორის საქართველოსთან დაკავშირებით სომხეთი ყოველთვის განსაკუთრებით ეს ურთიერთობები ვახსენეთ ჩვენ ორი ქვეყნის და აღარ მახსოვს ვიღაცა წერდა ერთ-ერთი ანალიტიკოსი ადრე რომ ჩვენ პრაქტიკულად სარკეში ვუყურებთ ერთმანეთს რა, ანუ სარკეში რო ვიხედებით, შენ ერთმანეთს ვხედავთ. ძალიან გავართ ერთმანეთს და რაღაცები ძალიან გავსხოდებით, აი ეროვნული მახასიათებლებით, თვისებებით რაღაც.
მაგრამ სოციალურ დონეზე ჩვენ ძალიან მსგავსი საზოგადოებები ვართ, ხო? საერთო რამ არის ღირებული ჩვენთვის ოჯახი, ურთიერთობები, საერთო წარსული, დიდწილად, რაღაცებში დიდი კონკურენცია, მაგრამ შეუძლებელია ამას გადააბიჯო, ამ მსგავსებას გადააბიჯო და სომხეთისათვის საქართველოს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე ხა 2008 წლის ომის მერე, როცა პუტინისათვის საქართველოს მასშტაბ მთავრობასთან ურთიერთობა წითელი ხაზიც კი იყო, სარქისიანმა, რომელიც რუსეთის მოკავშირე იყო, ხო, მაშინ მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილი მიიღო დააჯილდოვა, ანუ ამით ხაზი გაუსვა ავტონომიურ ურთიერთობებს საქართველოსთან. საქართველოს იყო სასიცოცხლო ხაზი. სასიცოცხლო ხაზი. იმ კონფლიქტის გამო რაც იყო ყარაბაღის ირგვლივ. და ასევე ჯავახეთში ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს სხვა შორის დამოუკიდებელ სომხეთს არასდროს არ უცდა ეგ სიტუაციის აფეთქება. რა თქმა უნდა, რუსეთის ეს იყო ყოველთვის რუსეთი. მეტიც იქ ვინც ოპერირებდა სომეხი ეთნიკურად სომხური წარმოშობის სომხები, ანუ ვინც სეპარატისტობდა ჯავახეთში, ხო? სომხეთის ხელისუფლება დაეხმარა საქართველოს ხელისუფლებას მათ გაუნებელყოფაში და პირიქით. ეს იყო რუსეთის სახალისებული მხოლოდ და მხოლოდ. ესეც არ უნდა დავივიწყოთ და ამ ხრივ სხვა შორის ფაშინიანი კიდევ უფრო წინ წავიდა. მე მახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრაზე მან თქვა, რომ ერთ-ერთმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქემ კითხა საქართველოსამ რაღაცა ამ მნიშვნელობაზე და თქვა, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ. თქვენ საქართველოს შვილები ხართ. საქართველოსთვის უნდა იშრომოთ. ამ ქვეყნისთვის უნდა იყოთ რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის ეს გზავნილები. მათ შორის გონია ქართული საზოგადოების ამ armenofobis რაღაცა მაინც დაბალი ინტენსივობის რაც არის ხო ძალიან დაეხმარება. მე უფრო მახსოვს ჩემი მშობლების თაობის ხალხში ეს მე არ მახსენდება რომ იგივე ჩემ თაობაში და ახალგაზრდებში საერთოდ არის ეს ყველაფერი. ესაც საბჭოთა იყო უფრო და რაღაცა იყო ხორცშესხმული აქედან გამომდინარე. ამიტომ არ ვიცი ეხა რასაც ჩვენ ვხედავთ ის შესაძლებლობები რომელიც დღეს სომხეთს აქვს არის უდიდესი გარღვევა სომხეთისთვის და ამ შესაძლებლობის გამოყენება სომხეთის მიერ იქნება მათ შორის გარღვევა მთლიანად რეგიონისთვის და ბუნებრივია ჩვენთვისაც. დამთავრდა ის ხანა, როდესაც საქართველოს იყო ერთადერთი არტერია სომხეთისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოსთვის ცვლილებების მომტანი არის, შესაძლებლობების მომტანიც არის. შესაძლებლობების იმ კუთხით, რომ მშვიდობა რეგიონში არის ძალიან დიდი ძალა იმისთვის, რომ კეთილდღეობა იყოს მთლიანად რეგიონში. და მეორე მხრივ, მათ შორის დასავლეთის კიდევ უფრო მეტად შემოსვლა რეგიონში, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გაიყვანა დასავლეთი ხო რეალურად საქართველოსთან, რომელიც დასაყრდენი იყო ერთადერთი მთლიანად რეგიონში დასავლეთის, კიდევ უფრო მეტი ძალის მომცემია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დიდი გარღვევები იქნება, რუსეთს ექნება გაფართხალების ცდელობა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფული მდგომარეობა აქვს უკრაინის ფრონტზე და მათ შორის დღესაც იყო უკრაინული დრონების შესაირნება და მნიშვნელოვანი ზიანი რუსეთისთვის. კირსტარმერთან იყო ჩასული ზელენსკი, მერცი და იქაც საუბრობენ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არის მომენტუმი, რომელიც სომხეთმა სწორად დაინახა და ის ამას იყენებს და ამ მომენტუმის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენ ხელიდან გაუშვით. თუმცა დაკარგული ბოლომდე ყველაფერი არ არის, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია სომხეთის გამარჯვება, ჩვენი ინტერესია დემოკრატიული და განვითარებული სომხეთი და ევროპული და მე მჯერა რომ მას შემდეგ რაც აი ამ ფაზასაც დაბყოლების გადალახავს პაშიანია და მაქვს მაღალი მოლოდინი რომ ესე იქნება, მეტი შესაძლებლობები გავშთება რეგიონში. ძალიან საინტერესო ასუყურებთ აი ამ დიდი თემა არის ჩემთვის ცოტა დიდი კვლევის თემაც კი იქნება იდენტობის ამოცვლა. სხვა შორის რაღაც მსგავს ჩვენთანაც ხდება ამ თვითონ ესე არ არის ხა ჩვენი რესპუბლიკაც რაზეც არის დაფუძნებული ორივე ქვეყანაში ჩვენთანაც სომხეთთანაც ერთ და იგივე რამ ხდება ფორმატის თვალსაზრისით იდენტობის ამოცვლა. ოღონდ აქ პრინციპული სხვაობა რა არის ის იდენტობა და ის ფორმატი რაც იქ იყო ის იყო სომხეთის სინამდვილეში კეთილდღეობის და სომხეთის აყვავების საწინააღმდეგო ფორმულა და ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება ხო? ის რაც იყო საქართველოს წარმატების ფორმულა იმის ამოსვლა ხდება, მაგრამ თავისთავად რას ნიშნავს უკვე ჩამოყალიბებული მყარი ნაციონალური იდენტობის ამოცვლა? აი ამას ვხედავთ ჩვენ სომხეთის შემთხვევაში. ძალიან გრძნობიარე და ძალიან გრძნობიარე თემა არის. ძალიან შთამბეჭდავი არის რასაც უყურებ. ხილი მოქმედებები სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე კონკრეტული სპეციალისტებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია იდენტობის განახლებაზე, ამას სჭირდება ლიდერშიპი და ამას სჭირდება ზევიდან, ასე ვთქვათ, ქვევით ცვლა. ლიდერი სჭირდება რაღაც, რომელიც აი ამას გააკეთებს. მესაჯი სჭირდება მართლა. რაც თავარი ხა უთხრა
საკუთარ მოქალაქეს რომ არ არის იდენტობა, ამას გამბედაობა სჭირდება და რისკიც არის ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ეს ცვლილებები არის ახალი სომხეთის დაბადების შესაძლებლობა, მათ შორის ამ მიმართულებით და ამის გარეშე ახალი საძირკვლის გარეშე სახლი ვერ აშენდება ახალი სახლი და ამიტომ ჩვენთან რასაც ხედავთ, შორის ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ ამაზე საუბრობდით მეგობრები, ამ იდენტობას როგორ გვიცვლიან ყალბი იმ საბჭოთა ნარატივებით, რომელიც არ ყოფილა ჩვენი იდენტობის ნაწილი და ესეც როგორ ხელოვნურად მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან და აქ თუ ეს წარმატებული იქნება სომხეთში, რა თქმა უნდა შესაძლებლობები ჩვენ მეტი გვაქვს ამ მიმართულებით და მიმღებლობაც იმ საქართველოს იდენტობის, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეფუძნება და რომელიც ძალიან შორს არის ქართული ოცნების თავსმოხვეული იდენტობის ნარატივი. აი ამ ნაციონალურ ნარატივისგან ჩვენ შემთხვევაში რაც არის, რომ ჩვენ შემთხვევაში ნაციონალურ ნარატივი რაც არის დაფუძნებული, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ცხოვრობთ აქ უძველესი დროიდან, ჩვენს მნიშვნელოვანია ენა, კულტურა, რელიგია, სხვადასხვა ფორმით, და ჩვენი მტერი არის რუსეთი, იმიტომ რომ აქ მოდის რუსეთი ბოლო 2 საუკუნე და არსებითად ის არის შენი სახელმწიფოების მტერი. და ამიტომაც ხდება ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოღება რა გაგებით, რომ ისინი დაუბრუნდნენ, გეგონება 9 აპრილი არ მომხდარა, გეგონება ეს ყოფილი არ მომხდარა. ანუ ეს რატო აქვს ეს ამხელა აქცენტი ერეკლე მეორეზე, ერეკლე რომ გაძარცვეს და მარტო გეორგიევსკის ტრაქტატი დატოვეს მისგან, ხო? კი, მეომარი მეფე რომელიც აქციეს ნახლევის ან ტანზე ადგილი არ ქონდა, ნახლევი არ ქონდა და ამისგან გაძარცვეს ეს კაცი სრულად და დატოვეს, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილია. ვითომ ერეკლე და ბიძინა ერთი და იგივეა. ესეც ხო საბჭოთა არის. და ეს გეორგიევსკის ტრაქტატის იდეის შემოდგენა. ასპექტში მემორიალის 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ესეც ხო რუსული იყო, ხო? ეს უზეიმი კაცო, შევარდნაძემ რო იზეიმა გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა ეგეთი. ერთია და მე ის რაც განახლდა კვირიკაშვილის პრემიერების დროს იყო, ხო? ეს მოზაიკა რაც განახლდა. წერეთლის კი. ხო, წერეთლის. ესეც ამის პოლიტიკური ნაწილი იყო. მე არ ფიქრობ რომ ეს მხოლოდ შენობა და ეს არის სიმბოლიკა. რა სიმბოლიკასაც აბრუნებს ქართული ოცნება ამ შემთხვევაში რაღაცა მეგობრობის და ძმობის, რომელიც არასდროს არ ყოფილა. ხო, ეს არასდროს არ ყოფილა, მე არ ვიცი ეს შესაძლებელია რომ ეს ფილმს ჩაუჭედო თავში, აი ეს დააჭერ, მე მეეჭვნა. მე მგონი ძალიან აყალბები არის ეგ ამბავი. მე ვფიქრობ რომ ეს არის მცდელობა, განწირული სულისკვეთება, ასეც დავარქმევდი, მით უფრო ახალ თაობაში ტექნოლოგიები როდესაც არის და აღარ არის ეს ერთი ყუთი, რომელიც მხოლოდ ერთ არხს გადმოსცემს და ამ კუთხით ეს არის მცდელობა, თუმცა დრო სასარგებლოდ რუსეთის ნამდვილად არ მუშაობს და მთავარი განსხვავება იმისა, რომ აღარ არის 1921 და არის 2026, არის ის, რომ რუსეთი მარცხდება და რუსეთის დამარცხების გაფორმებას დავალოდებით ჩვენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოიშალოს ის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც მხოლოდ უკვე სათვალის კამერა რამდენ ქვეყანაში დამარცხდა რუსეთი. დიახ. აი რამდენ ქვეყანაში დამარცხდა, ხო? რჩება უკრაინაში მისი მარცხის გაფორმება და საქართველოს, სადაც ერთადერთი გამარჯვება აქვს მას თავის სამეზობლოში იმ ხარისხის, რაც აქვს, თუმცა არ აქვს გაფორმებული. ხო, ეს გამარჯვება სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, იმ გაგებით, რომ ამისთვის ცალსახად დარქმევა ამათაც ეს რაღაც კულისებში შეიძლება მოხდეს ეს კმაყოფილება მათ შორის, იმიტომ რომ აქ სინამდვილეში ვინც არ უნდა მოვიდეს საუბრობაში, ყველა მიცის რომ აქ ღიად რაღაც გაკეთება კიდე სხვა ტიპის თან იმ მოცემულობაში, როდესაც ოკუპაცია გვაქვს ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის რუსეთის მხრიდან და როდესაც რუსეთი კიდე უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს მათივე დასაყრდენ პოლიტიკურ ძალაზე, რომ მოხდეს დაშლა საქართველოს დაშლის ფორმება, ასე რომ ვთქვათ, ხო, აღიარება ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის. ამიტომ ეს ძალიან ესეთი სამწუხარო ფაზაა ჩვენ შესაძლებლობის გამოყენება შეგვეძლო აქამდეც რომ არ მესულიყავით, მაგრამ თავარი ხა ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რუსეთს არ მივიცეთ გაფორმების შესაძლებლობა, იმიტომ რომ რუსეთი ამას ეცდება და აქ უნდა იყოს თავარი ძალა გამოყენებული წინააღმდეგობის მოქალაქეების და მედეგობა, რომლებიც ამის შესაძლებლობას არ მივცემთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება. ხო, კონფლიქტები თარდო ჩვენ რეგაი ყარაბაღის ომის ამოწურვა მათ შორის და ამის დასრულება, ამის ახალი რეალობის აღიარება ისეთ მოულოდნელი შედეგი არის, არავინ არ ელოდა ამას რაღაც რო გელაპარაკ 10 წლის წინ ვთქვათ, რომ აუ ყარაბაღი აფხაზეთი რა არის ყარაბაღთან შედარებით, ხო? თავის კომპლექსურობით, თავის 5-ით ომამდე და ისე დასრულდა, გავიგე რომ დიდი მსხვერპლის ფასი დასრულდა და ჩვენ ესე არ გვინდა, ჩვენ ევროკავშირში გვინდა, ჩვენ მშვიდობით გვინდა, ჩვენ სხვა რაღაცით გვინდა, მაგრამ ისე დამთავრდა, რომ სადავო აღარ არის შედეგი საერთოდ, ხო? ამოიწურა
მოეცურა საერთოდ ეგ საკითხი აღარ არის სადავო. ქოჩარიანიც და სხვაებიც კი აღარ ამობენ რომ ჩვენ ყარაბაღს დავიბრუნებთ, ამაზე აღარავინ აღარ ამბობს. ხო და ასევე დასრულდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით, ოღონდ ჩვენ გვჭირდება სხვა ბერკეტები და ეს სხვა ბერკეტები ხელიდან კი არ უნდა გავუშვით, ხელში უნდა დავიკავოთ. აქ არის ორი მთავარი საკითხი, ერთი არის რუსეთის ჯარი, რომელიც დგას ოკუპირებულ რეგიონებში და რომლის გასვლის გარეშეც არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს და მეორე არის შემდგომ უკვე ის პროცესი, რომელიც დააბრუნებს ქართულ სივრცეში ამ ორ ოკუპირებულ რეგიონის ხალხს. ამ ხალხისთვის ჩვენ გვაქვს თავარი ამ შესაძლებლობა. თავარი არის მშვიდობა, განვითარება და ევროკავშირი არის ამის შესაძლებლობა. მე ამდენი წლის მანძილზე დაბრუნება ოკუპირებული რეგიონების ხედვის კუთხით რაც ქონდა სახელმწიფოს იყო, გადიოდა იმაზე, რომ ჩვენ ისეთი კეთილდღეობის პირობები შეგვეთავაზებინა მათთვის, რომ მათ მონდომებოდათ ჩვენთან დაბრუნება. და ეს ერთადერთი შესაძლებლობა დღეს, რაც საქართველოს შეუძლია შესთავაზოს, არის ეს ევროპული სახელმწიფო, სადაც კეთილდღეობა, თავისუფლება, ყველაფერი არის დაცული. არ არსებობს თან სულ მეცნიერება ხომ როცა ევროკავშირი ამბობს რომ ჩვენ იდენტობას წაშლის. არ არსებობს სივრცე, სადაც უმცირესის უფლება ისე უფრო და კარგად დაცული იყოს ვიდრე ევროკავშირში. ეთნიკური, ენობრივი, ნებისმიერი სახით, ანუ აფხაზები ქართველებიც მათ შორის ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი. თუ რამე სივრცე არსებობს, სადაც შეიძლება ჩვენი ენა გადარჩეს, ჩვენი კულტურა გადარჩეს, ერთადერთი სივრცე არის ევროკავშირი. ფარტაზის დებატი დიდი ომიანობის დროს ეგრისში გუბაზ მეფე როდესაც მოკლეს, იქიდან მოყოლებული იყო გარკვეული, რომ ცივილიზაციური არჩევანი იყო ჩვენი ევროპულ ოჯახში ყოფნა და აქ ევროკავშირზე არ არის კონკრეტულად საუბარი, ამ ცივილიზაციაში ყოფნაზე არის საუბარი. ჩვენ დიოფიზიტობას და მიაფიზიტობას შორის ეს რა ავირჩიეთ, მაგითო ავირჩიეთ მათ შორის. რომი ავირჩიეთ და არა პოლიტიკური ფაქტორი იყო ნამდვილად ის, რომ სომხეთი მონოფიზიტა და დიოპიზიტი დარჩა. მაგრამ აქ თავი საკითხი არის ის, რომ აი იდენტობაზე როდესაც საუბრობდით, ჩვენი იდენტობა არის ევროპული. და ამისი შეტრიალება სომხების აზიელობა სხვა შორის, აი სხვა შორის ერთი ეგ არის, რომ სომხები საკუთარ თავს აზიელ ხალხად განიხილავენ. ჩვენ თავს მაინც ჩვენ absolutely რა თქმა უნდა განაპირობებს ამ ყველაფერს, მაგრამ მისი ცვლილებაც არის აბსოლუტურად შესაძლებელი და მრავალმა ქვეყანამ გააკეთა განახლება იდენტობის ერის იმისთვის, რომ მომავალი შეექმნა და ამ კუთხით მე ვფიქრობ, აი ეს პროცესი, რომელიც დაიწყო პაშინმა, ძალიან ფრთხილი, ძალიან რთული მისი შესაძლებლობა არსებობს განახლებული სომხეთის შექმნის და გარკვეულწილად თუ აქამდე სომხები სწავლობდნენ ძალიან ბევრს ჩვენგან, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ დაკვირვების ანალიზის შედეგად ვისწავლოთ გარკვეულწილად მათგანაც თუ როგორ შევქმნათ ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყნები, იმგვარი რომლის შესაძლებლობაც როგორც იქნა გაშთა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის ბერკეტი ყოველთვის იყო შემოფერხებელი სამივე ქვეყნისთვის რეგიონის და ახლა შესაძლებლობები ახალი იქნება ამისთვის. დადგება დღე, როცა სამხრეთ კავკასიაში არ იდგება არც ერთი რუსი ჯარისკაცი კავკასიონის ქედის სამხრეთით და ჩვენ ამას სამი ხალხი ერთად ვიზეიმებთ და ეგ მოიტანს თქვენ თავარ მშვიდობასაც. იმიტომ რომ ეგეთი დღე აღარ მდგარა დიდი ხანია, ორ საუკუნეზე მეტია უკვე და დადგება ერთად გამოუცხადა დამოუკიდებლობა რეალურად და ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა 1918 წელს იყო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მცდელობა და მაშინ ეს ერთად ყოფნა იყო. ხო, ჩვენ რაღაც სხვა მოდელში, მაგრამ ჩვენ რა გამოვცადოთ, რას ნიშნავს კეთილდღეობის ერთად კეთება, ერთად შენება.